რატომ უჭირთ ადამიანებს არჩევანის გაკეთება, მით უმეტეს თუ ეს ქორწინებას ეხება? კითხვაზე თავის დროზე ნიკოლაი გოგოლმა გასცა პასუხი. ქართულ რეალობაში კი სიუჟეტი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა. ბათუმურ დასთან ერთად პიესაზე ახალგაზრდა რეჟისორმა ლაშა შეროზიამ იმუშავა. სამთვიანი მზადების შემდეგ პრემიერა გუშინ შედგა. ამბავი ადამიანების ცხოვრებაზე, შინაგან თავისუფლებასა და არჩევანის გაკეთებაზე 2 საათის განმავლობაში გრძელდება და ეს ყველაფერი უჩვეულო ინტერიერში, თეატრის ხვენის სადეკორაციო სივრცეში. ექსპერიმენტული დადგმა უკვე დადებითად შეფასდა. ქორწინების ნახვის მსურველებს ბათუმის დრამატული თეატრი პარასკევს, შაბათსა და კვირასაც უმასპინძლებს. ივნისის თვეში მეორე პრემიერას უყურებ ბათუმის თეატრში. და ძალიან მახარებს ის, რომ პირველი პრემიერა შექსპირის მაკბეტი იყო, მეორე პრემიერა გოგოლის რევიზიოსა ქორწინება და მიხარია, რომ დასი არის ძალიან კარგ ფორმაში. დღევანდელ სპექტაკლზე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგია, როდესაც თეატრი უბრუნდება კლასიკურ ნაწარმოებს და პრაქტიკულად, ტრადიციულად ბევრი მსახიობი, რომელიც სხვადასხვა სპექტაკლში ყავს ნანახი, ახალი ძალებით, ახალ როლს გვთავაზობს. ძალიან საინტერესო იყო საერთოდ ის პერიოდი, როცა ჩვენ მუშაობდით და ყველამ ვიცოდით, რომ ამ რეზულტატამდე მოვიდოდით, იმიტომ რომ თავიდანვე ჩანასახიდანვე ჩანდა, რომ უკვე სპექტაკლი კარგი შედგებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ყველაფერმა კარგად შეიარა. ნამდვილად გამოწვევა იყო, იმიტომ რომ მე ვარ დამწყებული რეჟისორი და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი შეჭიდება უზარმაზარი თემის და უზარმაზარი პიესის და უზარმაზარი ავტორის. შევეცადეთ, რომ ეს ნებები, რომლებსაც ამ ადამიანებს აქვთ, რომელსაც არ ამჟღავნებენ, წესით ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს თავის ნებაში, თავის არჩევანში. ეს ნებები, რაც გოგოლს აქვს დაწერილი, რომ თავისუფალი უნდა იყოს და პირიქით ესენი ჩაკეტილები არიან და ნივთებში პოვებენ რაღაცა. მე მგონი ამ თემას ჩავავლეთ და საკმაოდ ამაუქაჩეთ, შეძლებს დაგვართ ამაუქაჩეთ და მაყურებელ მონაში შეაფასოს.